რას მიყურეთ ეხლა იმას არ გავაგზავნებ რაზეც ლაპარაკობთ ყველა მიყურეთ მე მგონი ბატონ რასაც ჩვენ შევაწყვეტინებთ და ძალიან დიდი ინტერესით გისმენთ დაცვას მიხედავთ ბატონაშა ხალხის რაც ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში საუკეთესო დაცვაა მომხმარებელი იყოს ინფორმირებული ამ შემთხვევაში თავდასხმა არა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია მოახდინოს ამ ინფორმაციის ანალიზი და შემდეგ უკვე სწორი გადაწყვეტილების მიღება. ხშირად სხვადასხვა არის ხოლმე ეს პრეტენზია რომ აი იგივე პროცენტების მომატებასთან დაკავშირებით ზოგმა მომხმარებელმა მიიღო თქვა ეს შეტყობინება ზოგმა არა. ესეც იგულისხმება ამ ვალდებულებებში რასაც ბანკებს თქვენ აკისრებთ. რაც შეეხება ვალდებულებებს, რაც კომერციულ ბანკებს აქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2011 წლიდან მოქმედებს სპეციალური წესი. ეს წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, რომ მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია საპროცენტო განაკვეთების შესახებ, ხარჯების შესახებ და მნიშვნელოვანი პირობების შესახებ, რომელიც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ პირველი კომპონენტი, რაც გულისხმობს ინფორმირებული მომხმარებლის არსებობას, ეს დარეგულირებულია წესით. გარდა ინფორმაციის მიწოდებისა, იმისთვის რომ გავაკონტროლოთ, რამდენად სწორად ხდება ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელი ახერხებს თუ არა გაანალიზოს ეს მონაცემები, ჩვენ გვაქვს ასევე ცხელი ხაზი, მისარგებლების შემთხვევით დავიტყვი, რომ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 2-464-406, ნებისმიერ მომხმარებელს ფინანსური სექტორის მომხმარებელს შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს ეროვნულ ბანკში და თავისი პრობლემის შესახებ თუ კი ესეთი აქვს რაც ახის თქვენი თუ ეხლა ბანკის წარმომადგენელი და თქვა თუ ეხლა უხეშად რო ბანკისგან იცავთ რომ ეხლა ცოტა ისეთი უხეში ნათქვამია მაგრამ რა შედის თქვენ მოვალეობებში თვითონ ანუ რეგულატორი არის ინფორმაცია გასაგები თქვენის არ არის ხო თქვენ ჩვენი მიზანია დიდი ხანია ხალხს არ ვიცი ხო არა ეროვნულ ბანკს უფლება აქვს რომ დაავალოს ანუ ეს რეგლამენტირებულია რადგანაც ის რეგულატორი არის კომერციული ბანკები შესაბამისად აწესებს გარკვეულ თამაშის წესებს რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილონ რა თქმა უნდა კომერციული ბანკები შესაბამისად თუ კომერციული ბანკები არ ღვევს რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება აქვს პატრონაჟის განყოფილებას და ეროვნულ ბანკს თავისთავად და ის რადგანაც ქვიათ ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება ის ერთვება ვთქვათ მომხმარებელსა და ვთქვათ ბანკ შორის დავაში შეიძლება ანუ კონკრეტულად ერთ ადამიანზეა საუბარი ხო შემთხვევაში კი ჩვენთან შეუძლია დაიყოს ნებისმიერმა კონკრეტულმა მომხმარებელმა კონკრეტული პრეტენზიით და კონკრეტული პრობლემით ბუნებრივია საბანკო პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია პრობლემებიც ძალიან მრავალფეროვანია და გამომდინარე კონკრეტული შემთხვევიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაგირება ბუნებრივია ჩვენ არ შეგვიძლია რომ აბსოლუტურად ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ასე ვთქვათ ვითამაშოთ მოსამართლის როლი თუმცა ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე ძალიან ბევრ მომხმარებელს დღემდე უკვე გაეწია დახმარება და გარდა ამისა რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს წესი ასევე ითვალისწინებს ბანკის ვალდებულებას რომ მან უშუალოდ მიიღოს მომხმარებლისგან პრეტენზია და პრობლემის შესახებ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ჩვენ ამ მექანიზმს ვუყურებთ როგორც საშუალებას მომხმარებელმა მიაწოდოს თავის გულის ტკივილი არა მხოლოდ უშუალოდ მომსახურე პერსონალს კომერციულ ბანკში არამედ საშუალო რგოლის მენეჯერს ხშირი პრობლემები რომელსაც აი რა თემებით არის მომართვიანობა თქვა ცხელხაზე იგივე და ხშირია ზოგადად ეგეც საინტერესოა ხალხი ამდენად იცნობს აი ამ თქვენ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ პრეტენზიები მრავალფეროვანია პრეტენზიების შესახებ სტატისტიკა დევს ასევე ჩვენს ვებგვერდზე ბუნებრივია რომ პრეტენზიები ძირითადად ეხება იმ პროდუქტებს რომელიც ყველაზე პოპულარულია ეს არის საკრედიტო ბარათები სამომხმარებლო სესხები მიმდინარე ანგარიშები და მე უკვე სხვა დანარჩენი პრობლემებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მომხმარებელს შეუძლია უშუალოდ კომერციულ ბანკსაც მიმართოს და ბანკები ჩვენი დაკვირვებით და ამას ჩვენი სტატისტიკაც ცხადყოფს რომ ხშირ შემთხვევაში ცდილობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებლის ინტერესები რა თქმა უნდა შინაარსიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი არასწორია თავის ქმედებებში ან მეორნაირად რო თქვა ინფორმაცია ბატონო მომხმარებელი უფრო არასწორია ხშირად იმიტომ რომ ინფორმაცია არ აქვს თუ უბრალოდ ვერ ერკვევა რომ რაღაც წინ დაუხედავ არის სხვადასხვა შემთხვევები არის ისეთი შემთხვევები როდესაც მომხმარებელი გამოთქვამს ისეთ პრეტენზიას რომელიც უსაფუძვლოა თავის შინაარსიდან გამომდინარე ეს შემთხვევები ხდება უფრო მეტად მაშინ, როდესაც მომხმარებელი ან არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს გარკვეულ ინფორმაციას, ან არ აქვს სათანადო ფინანსური ცოდნა. თუმცა ეს პრობლემა არის მხოლოდ იმ კუთხით, რომ ბანკი ნებისმიერ დროს
მოწადინებულია, ასე ვთქვათ, და მის ინტერესებში შედის, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული ყავდეს მომხმარებელი და ამ ინფორმაციასაც ბუნებრივია აწვდის. ჩემი დაკვირვებით, მაგალითად, თუ შევადარებთ 2000 წელს და 2011 წელს და შემდგომ წლებს, პრეტენზიები შინაარსიდან გამომდინარე, უფრო მეტად არის, ვთქვათ, შეგვიძლია დასკვნაც გავაკეთოთ მცირედი, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ჩახედული ხდება ფინანსურ პროდუქტებში, მათ ბევრად უფრო დიდი ინფორმაცია აქვს დღესდღეობით, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ქონდა. იმიტომ შეკითხვები ფინანსურულად სხვანაირი მოდის. პრობლემა და ეხლა რა ვითარება, ანუ კომერციული მატება თქო პრეტენზიების. ზოგადად პრეტენზიების რაოდენობა მზარდია 2011 წლიდან, თუმცა ეს ძირითადად უფრო დაკავშირებულია ცნობადობის ზრდასთან, უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რომ ესეთი მექანიზმი არსებობს, შეუძლიათ მათ ხელხაზე დარეკონ ეროვნულ ბანკში, ასევე შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ პრეტენზიით კომერციულ ბანკს, თუმცა მეორე კუთხით თუ შევხედავთ, მაგალითად იგივე საფუძვლიანი და უსაფუძვლო პრეტენზიების ტენდენცია არის პირიქით, ანუ საფუძვლიანი პრეტენზიების ტენდენცია არის კლებადი. ანუ უფრო მეტი უსაფუძვლო პრეტენზია დღესდღეობით ვიდრე ადრე იყო. ეს პირად არის ხოლმე დავა თქვა ამ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით, ეს ვისი პასუხისმგებლობა უფრო მეტად ეროვნული ბანკის თუ ფინანსთა სამინისტროსი და ასე შემდეგ. ანუ რამდენიმე ინსტანცია არსებობს, სადაც შეუძლია ადამიანმა გამოთქვა საკუთარი გულისკივი, როცა ვეღარ ფარავს ხარჯებს, როცა უძვირდება გარკვეული პროდუქტი, კრედიტი უძვირდება მეოთხედჯერ დაახლოებით, ხო? ანუ ქრისტინემ მკითხათ, აი ბოლო პერიოდში ალბათ წესით ეს ხელხაზი უნდა აფეთქებული იყო, ხო? თუ თქვათ თქვენ სწორი ადგილი ხართ, სადაც ეს პრეტენზია ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ზარები იმატებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ვაკეთა გარკვეული განცხადებებიც, მათ შორის ეროვნული ბანკის მხრიდან ეს ცოტა კომპლექსური თემაა, თუმცა ნებისმიერ მომხმარებელს ისევ და ისევ შეუძლია და ბანკებმაც დაანონსეს, როგორ შეუძლიათ გარკვეულწილად ჩვება მიცენ კომერციულ ბანკებს, მე მომხმარებლებს მივცემდი რჩევას, რომ აუცილებლად თუ კი რაიმე პრობლემა აქვთ, მათ შორის სესხის გადახდასთან დაკავშირებით, აუცილებლად პირველ რიგში მიმართონ თავიანთ მომსახურე კომერციულ ბანკს. აი ეს ამბავი რაც მოხდა ჩვენ რომ ლაპარაკობთ ხშირად, რომ თქვა თანხა იგივე რჩება, მაგრამ წლები რო გაეზარდა ხალხი. ესეც ერთობლივი ამ ნამუშევრის შედეგია, ხო ალბათ თქვენგან მიდიოდა რეკომენდაცია რეკომენდაცია იყო კომერციული ბანკებისადმი, რომ მათ მიეცა დავალება, რომ გარკვეული მექანიზმი შეემუშავებინათ, რომ ვთქვათ ლარის დევალვაციის შედეგად ეს ტვირთი ძალიან არასახულიყო ბანკების მომხმარებლებზე. ეს რა თქმა უნდა ბანკების ინტერესში შედიოდა, რომ მათ ბევრი პრობლემური ვალდებულება არ დაუგროვდეთ მომხმარებლების, შესაბამისად ამის გამო დამატებით პრობლემები არ შეეძლო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საუბრობდით მე და ბატონო ლაშა ზუსტად გადაცემის დაწყებამდე, რომ მათ ხელხაზეს და ჩვენთანაც არის მომართვენობა ამ ხრივ, რომ ვთქვათ გსურს რესტრუქტურიზაციის გაკეთება, მიდიან და თითქმის ყველა კომერციული ბანკის სხვადასხვა პირობებია, რა თქმა უნდა, რომ იდეა ეს არის რა თქმა უნდა დროში არის სხვადასხვა ხუთიანი გაქვს იმ ერთ წელს აღარ ნერვიულობ იმდენად იხდი უბრალოდ ისევ იმპულს, რასაც იხდიდი. όμως კიდე ის პირობა არის, რომ შეიძლება ისევ დაბრუნდე უკან და ვთქვათ თუ რაღაცა გამოხდა. ანუ ამის მონიტორინგს ჩვენი ორგანიზაციაც აწარმოებს და თავისთავად ეროვნულ ბანკს სრული ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ერთ-ერთი თემა, რაც ძალიან საინტერესოა, ჩვენ სხვა გადაცემებში საუბრობდით სარეკლამო რგოლებზე და იქ თქვათ რამდენად ადეკვატურად არის ინფორმაცია მიჭადებული მომხმარებლებისთვის. ჩემთვის რამდენად ცნობილია თქვენი განყოფილება კურირებს ამ მიმართულებასაც, რომ სარეკლამო რგოლებშიც ინფორმაცია იყოს სრულად აღწერილი, იგივე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იყოს მოხსენიებული, რამდენ პროცენტია, ამდენი პროცენტიდან არის თუ იმაზე დაბლაც არის შესაძლებელი. როგორ ახერხებთ ამის? რამდენად რეალურია, რომ სარეკლამო რგოლით, აი მე რომელიც თქვა ნაკლებად ვიცი ეს ყველაფერი რომ გავიგო. ესე მოკლე დროში. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ უშუალოდ კომერციულ ბანკებთან და საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს. რაც შეეხება სარეკლამო რგოლებს, ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და ბანკებთან შეთანხმებით, უბრალოდ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც, ჩვენ შევიმუშავეთ სახელმძღვანელო, ასე ვთქვათ, ზოგადი წესები, რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მომხმარებელს რეკლამის საშუალებით. თქვენ შეიძლება დააკვირდეთ, რომ დღესდღეობით რა სარეკლამო რგოლებიც გადის, თუნდაც იგივე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის უკვე მოხსენიებული რეკლამაში. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ზოგადად რადგან კომერციული ბანკის პროდუქტი
პროდუქტები არის საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსური, ხშირ შემთხვევაში პროდუქტები არ არის სტანდარტული და მათი პირობები არის ინდივიდუალური სხვადასხვა მომხმარებლისათვის. ამიტომ მე მომხმარებელსაც და თქვენს მოგცემდით რჩევას, რომ მხოლოდ რეკლამით არ იხელმძღვანელოთ. რა თქმა უნდა, რეკლამაში გადმოცემული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს და ამას ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ. გამოსული უფრო კარგად გავიგებ, იმას დარწმუნებული ვარ მე რა. თუმცა ნებისმიერი მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი კომერციული ბანკი დიდი სიხარულით ასე ვთქვათ, აგიხსნით ყველა ნიუანსს. უბრალოდ რეკლამაში ბუნებრივია თავისი მოკლე რადგან მოკლე არის მოსულობით, დროის ფაქტორი მოქმედებს, ყველანაირ ინფორმაციას მომხმარებელს ვერ მიაწვდით. ესეთი გაყოფილია თუ მარტო ეროვნულ ბანკშია თუ სხვა ბანკებსაც აქვს. კომერციულ ბანკებს. ჩვენი წესით მე წეღანაც ვახსენე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კომერციული ბანკი ვალდებულია, რომ ნებისმიერი საჩივარი და პრეტენზია მომხმარებლის დაამუშავოს და პასუხი გასცეს. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ბანკში შეიძლება ეს სტრუქტურულად და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება განყოფილება იყოს, შეიძლება დეპარტამენტი, მაგრამ აბსოლუტურად ყველა კომერციულ ბანკში არის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ან პირები, ვინც ამ პრეტენზიებს განიხილავენ და შემდეგ მომხმარებელს ინფორმაციას აძლევენ. პირველი ინსტანცია იქვე არ ასე რომ დავარქვა. პირველი ინსტანცია რომ ადგილზევე გაასაჩირო თქვა ის რაც არ მოგწონს და თუ თვლი რომ შენი უფლებები დაირღვა და თუ არა მაშინ შენ უკვე შეგიძლია მიმართო თქვა ეროვნულ ბანკს და თუ უბრალოდ კონსულტაცია საჭირო თქვა ჩვენი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციასაც შეიძლება რომ მიმართო. აი კი ეგრე გვეცით, მაგრამ აი ბერკეტი რა თქვა მე ბანკში მივედი, იქ რაღაც პრობლემა მაქვს, თვლი რომ მე მართალი ვარ, მოვიდეთ მე რა ხდება. თვითონ აი პროცესი როგორ ხდება? თუ მე ამდენად მართალი ვარ, აი მაგ შემთხვევაში რა საკეთო? ძალიან მარტივად რო წარმოვიდგინეთ პროცესი, თქვენ როგორც მომხმარებელს, რომელსაც პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ბანკს მიმართოთ, ან პირდაპირ ეროვნულ ბანკს, ჩვენ აუცილებლად ინფორმაციას ვამოწმებთ კომერციულ ბანკშიც, ანუ ინფორმაციას მოვიძიებთ როგორც უშუალოდ მომხმარებლისგან, ასევე მეორე მხრისგან, ანუ კომერციული ბანკისგან და შემდეგ გამომდინარე პროდუქტის პირობებიდან ვაკეთებთ შესაბამის ანალიზს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად პრობლემა გამომდინარეობს ბანკის მხრიდან, სტატისტიკაც მეტყველებს იმას, რომ თვითონ კომერციული ბანკები სურთ, რომ ეს პრობლემა მოაგვარო მომხმარებლის სასარგებლოდ. ბუნებრივი არის ხა იშვიათად შემთხვევები, როდესაც მაგალითად მომხმარებელი და კომერციული ბანკი ვერ იგდება, ასე ვთქვათ, რაღაც პრობლემაზე, თუმცა ძალიან ხშირად ჩვენი რეკომენდაცია, რომელსაც ვადლებთ კომერციულ ბანკს, არის გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ გამოვიმეორებ, რომ ეს პირველ რიგში უფრო კომერციული ბანკის ინტერესებში შედის, რომ გავასაბოთ, ხო? იშვიათია და გაუგებრობა იყოს ესეთი, რომელიც სადაო საკითხები, რომელშიც თქვა ყველა მხარის განსხვავებული პოზიცია აქვს, უფრო იშვიათია. ჩვენთან სულ ჩვენი ორგანიზაციას იმას უსვამს ხაზს თუნდაც ბანკებთან ურთიერთობითაც, რომ ბანკის ინტერესია, რომ მისი მომხმარებელი უფრო მეტად იყოს განათლებული ფინანსურად, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პროდუქტის შესახებ. ზუსტად 2011 წლიდან დაინერგა ის, რომ ხელშეკრულების პირველ გვერდზე არის ძირითადი პირობები გამოტანილი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი პუნქტია მოცემული, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ამ ხელშეკრულების გაცნობის თემა, რომელიც ტკივილია ბანკებისთვისაც, ეროვნული ბანკისთვისაც, ჩვენი ორგანიზაციისთვისაც, სულ მოუწოდეთ მომხმარებლებს, რომ კარგად გაეცნოთ ხელშეკრულებას, მით უმეტეს იმ პირველ გვერდს მაინც, სადაც ძირითადი პუნქტები საბოლოო ჯამში ტკივილია მომხმარებლისთვის. ხო, საბოლოო ჯამში, როცა ხშირად ხდება, რომ აი, არ მქონდა წაკითხული, ნახავ ერთი რა წერია, როცა პრობლემა შეიძლება. ეს უკვე ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. შემდეგ ჯობია რომ გავეცნოთ, წინასწარ ვიცოდეთ რას ვაწერთ ხელს და შემდეგ უკვე ნაკლები პრეტენზიას გვექნება. თუ თქვა რაღაც არ მომეწონა, შემიძლია დაველაპარაკო. პროდუქტს გააჩნია საბანკო პროდუქტი. არა, ზოგი არის ესეთი ხო, ჩვეულებრივი შაბლონები და არის პირობები, რომელიც შეიძლება გადახედოს და შეცვალოს დაკავშირებით. ანუ ჯობია რომ ეს წუთი დაკარგო იმაზე, ვიდრე მე თვები დაკარგო და ინტერვიუ და კიდე მეორე ხალხი. ერთი მცირე დეტალი, რასაც დავამატებ, არის ის, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულება, კეთილსინდისიერი შესრულება ორივე მხარის ინტერესებში შედის, როგორც ბანკის, ასევე მომხმარებლის. და კიდევ ერთი დეტალი, რაც შეეხება ინფორმაციის ფლობას, რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსოლუტური გარანტი იმისა, რომ მომხმარებელი სწორ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს იყო პირველი ეტაპი, რაც ასე ვთქვათ, შესრულებულია, მაგრამ მეორე ეტაპი არის მომხმარებლის განათლება,
ფინანსური განათლება, როგორ მოახდენს ამ მიწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტაციას და რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ კუთხითაც ეროვნული ბანკი მუშაობს, გვაქვს სხვა მცირე პროექტები, შეგვიძლია დავარქვათ საგანმანათლებლო პროექტები და ჩვენ გვეგმავთ, რომ უფრო გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით. იმისთვის, რომ მომხმარებელმა უფრო მარტივად, უფრო კარგად შეძლოს ინფორმაციის ანალიზი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ხშირად საუბრობდით ხოლმე, რომ რაღაცა ძალიან მასშტაბური დოლარიზაცია ყველა სფეროში, გაყიდვებში თუ ასე ვთქვათ, უძრავქონებაში და ასე შემდეგ. ეროვნულ ბანკს შეუძლია შეასრულოს გარკვეული როლი იმაში, რომ დასტაბილურდეს ლარსა და დოლარს შორის მიმოქცევადობა, ასე ვთქვათ. დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირება. ეს ზოგადად ისეთი ტიპის პრობლემაა, რომელიც უშუალოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვას თან კავშირში არ არის, თუმცა რჩევა, რაც ვთქვათ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას შეუძლია მისცეს მომხმარებელს არის ის, რომ სესხებთან მიმართებაში მაგალითად უმჯობესია ყოველთვის და ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ სესხი გქონდეთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი გაქვთ. ამ შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ სავალუტო რყევებისაგან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს. და მე დავამატებდი იმას, რომ რა თქმა უნდა სესხი იმ ვალუტაში ჯობს კონდეს რა ვალუტაში შემოსავალი, მაგრამ ანუ რატომ არის ჩვენთან ტკივნელად აღვიქომთ ხო ამ დოლარის კურსის ცვლილებას, იმიტომ რომ არის მაღალი დოლარიზაცია რაც ვახსენეთ, არის ერთ-ერთი ტკივილი ჩვენი ეკონომიკისთვის და როგორც თუ შემცირდება დოლარიზაციის დონე და ლარიზაცია უფრო გაიზრდება, ანუ ლარში მეტ ადამიანს ექნება სესხი, ანაბრებს უფრო ჩვენს ეროვნულ ვალუტაში შევინახავთ. კარგ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა ვალუტისთვისაც კარგია ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც და ამ ხრივ ეროვნული ბანკს აქვს სტრატეგია, რომელიც წლებზეა გაწერილი, რა თქმა უნდა, ეს ერთბაშად არ ხდება სამწუხაროდ, ეს არის წლების სტრატეგია, რომ ნელ-ნელა ჩვენი ეროვნული ვალუტის პოპულარობაც გაიზარდოს და სანდოობა, რა თქმა უნდა, მის მიმართ. ეხლა ის იღებს, მეგონი ყველაში იღებს უკვე. ეხლა. ძალიან კარგია, თუ ერთგვარი გაკვეთილი გამოდგება სამწუხაროდ, ხო. რა თქმა უნდა ჯობს რომ იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჟღერდება უკვე ეს მესიჯიც რომ ცეცხი ავიღოთ იმ ვალუტაში რომელშიც ბანკები შემოსავალი კი სხვათა შორის ოდნავ განსხვავებულია საპროცენტო განაკვეთები და ხმლობით 2-3%-ია სხვაობა თქვა ლარში და დოლარში სესხის შორის. რა თქმა უნდა ჩემი პირადად რა თქმა უნდა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ჯობია რომ არ შევხედოთ იმ დაბალ პროცენტს და ამან არ მიგვიზიდოს, ცოტა მაღალ პროცენტში ავიღოთ, მაგრამ იყოს ეს რა თქმა უნდა მიბმული თუნდაც რეფინანსირების განაკვეთზე. ბანკების შემთხვევაში ეს დავამატეთ, რომ კომერციული ბანკი ექსპერტია, ასე ვთქვათ, ამ საკითხში, ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ მიმართოთ კომერციულ ბანკს და დაათვლებინოთ რამდენი გექნებათ მაგალითად გადასახდები ლარში სესხის აღების შემთხვევაში და დოლარში და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელი უფრო ხელსაყრელია თქვენთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გავამეორებ და გიორგის დავეთანხმები, რომ სესხის აღება ჯობია იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მოიწურა ჩვენ განკუთვნილი დრო, დიდი მადლობა და ეს თემა